ბიზნები, საქმიანობები, სახლი, მანქანა, ყველაფერი ქრება. Kimo James, მე თქვენი პაციენტი მოვკალი. თუ ეს სხეულები ვართ, ერთადერთი ჩვენი მომავალიც არის ამ სხეულთან ერთად სიკვდილი. თავი დამანებეთ. მე უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებოთ. ჩვენს ყოველ მიზანს, ჩვენს ყოველ მისწრაფებას აქვს სარგებელი, მხოლოდ იქამდე სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. საკუთარი სხეულიდან გამოვდიოდი და მიუსრიალებდი ლეიბსა და საწოლს შორის. ბობ, სად მოხვდები ახლა? მოკვდა. ისინი უბრალოდ ჩემში გადიოდნენ. როგორც ჩვენ თქვით, ნატიფი სხეული არის მენტალურ დონეზე. მე არავინ მისმენდა. ვერც ხედავენ, ვერც გამჩნევენ, ითრდება, თეთრდება, ფერს კარგავს. ჩვენგანი ცხოვრობს გარკვეული თავისი წარმოდგენებით ამ ცხოვრებაზე. აქვს თავიანთი მიზნები, რომლებიც ასწავლეს ბავშვობიდან ჩაუნერგეს, ან მეგობრებთან ურთიერთობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში განუვითარდა. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადამიანი თითქმის არასდროს უფიქრდება ერთ მთავარ მომენტს, რომ დადგება დღე და ყველა მისი მიზანი და ყველა მისი მისწრაფება უბრალოდ აზრს დაკარგავს. ერთი მარტივი ფაქტის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ კვდებით. დგება ჩვენი სიკვდილის დღე. ადამიანები ყოველთვის გაურბიან ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. გაურბიან ამ თემაზე საუბარს, რადგან მათი წარმოდგენები, მათი მიზნები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაგაფიქრებამაც კი, რომ რაღაცამ შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუშალო, მათ ძალიან აშინებთ. თუმცა ეს ყველაფერი არ ცვლის რეალობას. მაინც დადგება დღე და ყველა ჩვენი მიზანი, ყველა ჩვენი მისწრაფება უბრალოდ გაქრება. აზრს დაკარგავს. ამიტომაც რა აზრი აქვს ამ მიზნებს, ამ მისწრაფებებს, თუ ეს ყველაფერი ერთ დღესაც უბრალოდ ნულის ტოლი გახდება. სრულიად დაკარგავს თავის აზრს ერთადერთი ფაქტის გამო, რომ ჩვენ მოვკვდებით. აქ უკვე იწყება საუბარი იმაზე, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ადამიანმა სიცოცხლის განმავლობაში თუ არ იფიქრა რა ხდება სიკვდილის შემდეგ, სიკვდილის მომენტი მისთვის იქნება შოკი და სიკვდილის მომენტში შეეცდება ყველაფერს ჩაებღაუჭოს მაქსიმალურად. იმ ყველაფერს, რისკენაც აქამდე იღწოდა. რა რეალობაც შეიქმნა ცხოვრების განმავლობაში. ხოლო თუ სიცოცხლეშივე დაფიქრდება ადამიანი იმ თემაზე, რომ დადგება დღე და ერთ დღესაც მოუწევს სიკვდილი, მაშინ შეიძლება ეს გადასვლა ბევრად უფრო მარტივი იყოს მისთვის. და აქ უკვე ვეჩეხებით სხვადასხვა აზრს, აზრთა სხვადასხვაობას. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ეს სხეულები ვართ, თუ ეს სხეულები ვართ, ერთადერთი ჩვენი მომავალიც არის ამ სხეულთან ერთად სიკვდილი, გაქრობა. ეს სხეული ქრება ჩვენი სიკვდილის შემდეგ და ჩვენს ამ სხეულთან ერთად უნდა გავქრეთ. პრინციპში თუ ეს სხეულები ვართ, რასაც გადაგებს თანამედროვე მეცნიერების უმეტესობა, რომ არ არსებობს რაღაც ამ სხეულის მიღმა ყოფი სფერო, ყველაფერი დადის საბოლოოდ მატერიამდე, ფიზიკურ მატერიამდე. თუ ეს ასეა, მაშინ არაფერზე საუბარი არ ღირს და ჩვენს ცხოვრების დაგეგმვაზეც საუბარი ზედმეტია, რადგან რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება, თუ ყველაფერი დადის უბრალოდ ჩვენს სხეულზე, ფიზიკურ მატერიაზე, რომელიც ქრება. თუ ჩვენ ეს ვართ, მაშინ ცხოვრებას აზრი არ ჰქონია, რადგან ჩვენ ყველა გავქრებით სიკვდილის მომენტში. მაგრამ იქნება ასე არ არის. იქნება არის რაღაც, რაც ამ წარმოდგენას სცდება, რაც ფიზიკურ სხეულს სცდება და ფიზიკური სხეულის მიღმა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, რომ სინამდვილეში ფიზიკური მატერიის მიღმა, რომელზეც კონცენტრირებული ვართ მთელი ჩვენი ცხოვრება, არსებობს სხვა სფეროც, სხვა რეალობა. და ეს სამყარო არ შემოიფარგლება მხოლოდ უხეში ფიზიკური ელემენტებით. ამას ადასტურებს მრავალი მეცნიერული მტკიცებულებებიც. თანამედროვე მეცნიერება უბრალოდ გაურბის მსგავს ფაქტებს და თვლის არა მეცნიერულად, რადგან უბრალოდ ვერ ხსნიან. მათ მიერ შექმნილი შემუშავებული თეორიები უბრალოდ ვერ სწუდება ამ ფაქტებს, შესაბამისად ერთადერთი რაც დარჩენიათ ამ ფაქტების უგულებელყოფაა, რომ თითქოს ეს ფაქტები არც არსებობს, თუმცა რეალობის უგულებელყოფით ჩვენ ამ ყველაფერს ვერ გავექცევით და იმით რომ ვიტყვით რომ მოდი ეს არ არის მეცნიერული შესწავლის საგანი და არ შევისწავლოთ, რეალობა ამით არ შეიცვლება. რეალობა რჩება რეალობად. სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი ფიქრობს რომ რაღაც ისე არ არის. თითქოს რაღაც ისე არ არის ამ სამყაროში. თითქოს
რაღაცას უმალავენ მას. თითქოს არის რაღაც კიდევ და მე ჯერ არ ვიცი. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ რაღაც ისე არ არის. ეს შეგრძნება თითოეულ ჩვენგანს აქვს. უმეტეს ჩვენგანს მაინც ყოველ შემთხვევაში. რადგან გულის სიღრმეში ადამიანი ხვდება, რომ ეს სამყარო, ეს რეალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა მატერიალური ქმედებების ხორციელებით, რომლებსაც სარგებლობა მოაქვს მხოლოდ იქამდე, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. ჩვენს ყოველ მიზანს, ჩვენს ყოველ მისწრაფებას აქვს სარგებელი მხოლოდ იქამდე, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. სანამ ჩვენ ამ სხეულში ვიმყოფებით. აქ უკვე სხვა სიტყვა ვახსენე, ამ სხეულში ვიმყოფებით. მოდი უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. პირდაპირ ვიტყვი, რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვართ ეს სხეული. ამიტომაც უჭირს ადამიანს შეგუება იმასთან, რომ მისი სხეული დაბერდება. როდესაც მისი სხეული ბერდება და ის ბერდება, ეს მისთვის აუტანელია. აუტანელია მისთვის ამ ყველაფრის ყურება. და ის ცდილობს 1000 მაკიაჟის წასმას, 1000-ნაირად კანის გაწელვას, რომ წარმოაჩინოს, რომ ის არ ბერდება. და ის მართალია სინამდვილეში, ბერდება მხოლოდ მისი სხეული, ხოლო თავად ის უცვლელი რჩება. ჩვენ როდესაც ვიყავით პატარა ბავშვი, თუმცა ჩვენი სხეული ბევრად შეიცვალა, ვიქნებით ჩვენ, როდესაც ჩვენი სხეული დაბერდება. იგივე მე ვიქნები, სხვა არა. და დავრჩებით მაშინაც, როდესაც ეს სხეული გაქრება. ზუსტად ამიტომაც, როდესაც ადამიანი კვდება, ანუ როდესაც ის ამ სხეულიდან მიდის და სხეულს ტოვებს, მისი სხეული სრულიად გამოუსადეგარი და უსარგებლოა. რამდენიმე დღეშივე, რამდენიმე საათშივე ის იწყებს სრულიად ლპობას, რადგან ეს სიცოცხლის ნაპერწკალი, რომელიც მასში იყო, უკვე აღარ არის. როდესაც შევხედავთ უკვე გარდაცვლილ ადამიანს, მის სხეულს, ჩვენ ვუყურებთ, რომ სრულიად სხვა რამ არის. ის არ არის, ვისაც ვიცნობდით. ამიტომაც ცდილობენ მის მაცივარში ჩადებას და სხვადასხვა მოწყობილობებით შენარჩუნებას, რადგან ის მაშინვე ლპობას იწყებს. ეს წარმოუდგენელი რამ არის, თუ ჩვენ ეს სხეული ვართ და ჩვენი არსებობა მხოლოდ ამ სხეულზე დადის. მაშინ, როდესაც სიცოცხლის ნაპერწკალი ტოვებს ამ სხეულს, სხეული მაშინვე სწრაფად რატომ იცვლის თავის ბუნებას. სხეულის ყველა ორგანო მაშინვე იწყებს ლპობას. უსიცოცხლოა, მკვდარი, უსარგებლო მატერია. თუ ჩვენ ეს სხეული ვართ, მაშინ სხეულის სიკვდილი უნდა ყოფილიყო თანმიმდევრობითი. ჯერ მაგალითად თავი ან რომელიმე ხელი ან რომელიმე ორგანო თუ სიკვდილს დაიწყებდა, ნელ-ნელა უნდა გადასულიყო ეს პროცესები სხვა ორგანოებშიც, მაგრამ არა. როგორც კი სიცოცხლის ნაპერწკალი ტოვებს ამ სხეულს, მაშინვე ყველა ორგანო ხდება მკვდარი მატერია. ჩვენ ვუყურებთ მას და გვეზიზღება კიდეც. მასთან მიკარება, რადგან ხვდებით, რომ ის პიროვნება არ არის, ვისაც ვიცნობდით. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მეცნიერება ამ თემებს არ შეისწავლის და აღიქვამს ამ ყველაფერს უბრალოდ არამეცნიერულ საგნად და აცხადებს არამეცნიერულ საგნად, მაინც არსებობენ გულწრფელი მეცნიერები, რომლებიც ამ თემებს შეისწავლიან, შეისწავლეს და ამით დაგროვდა უამრავი მასალა. ჩვენ დღეს განვიხილავთ ზუსტად ერთ-ერთი პიონერის ამ საკითხში, რომელიც იკვლევდა არსებობას ამ ფიზიკური მატერიის, ფიზიკური სხეულის მიღმა, ეს იყო რეიმონდ მუდი. მას შემდეგ მრავალი მეცნიერი დაეჭვდა, მრავალი სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს მისი წიგნის გამოსვლის შემდეგ. თვითონ იწყებდნენ ამ ყველაფრის გამოკვლევას და თვითონ რწმუნდებოდნენ ამ ყველაფერში. შემდეგ ისინი თავადვე წერდნენ თავიანთ ნაშრომებს, თავიანთ ექსპერიმენტებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ დღეს ძირითადად რეიმონდ მუდის ნაშრომს. ჩვენ განვიხილავთ ეგრეთ წოდებულ NDE-ს, ანუ ქართულად ცოტა რთული ამ სიტყვის თარგმნა, მოდი დავარქვათ კლინიკური სიკვდილი, ანუ სიკვდილთან მიახლოებული გამოცდილება, რომელიც გადაიტანა უამრავმა ადამიანმა და რამდენიმე ფაქტს ჩვენ განვიხილავთ, თუ რა შეგრძნებაა ეს, რას განიცდიდნენ ეს ადამიანები და ასე შემდეგ. რეიმონდ მუდი თავის წიგნში აღწერს, რომ როდესაც ადამიანის სიკვდილი დგება, როდესაც ექიმები გააცხადებენ, რომ ის მოკვდა, ადამიანს მაინც ესმის ეს სიტყვები. წარმოიდგინეთ, როდესაც გესმით თქვენზე, რომ ესა და ეს პიროვნება მოკვდა.
თუმცა თქვენ ცოცხლები ხართ და ეს რეალურიც არა, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი არ ვართ ეს სხეული და ჩვენი პიროვნება არ შემოიფარგლება ამ ფიზიკური სხეულით. ის ბევრად მეტია. მაგალითად, ერთი ქალი საუბრობს თავის გამოცდილებაზე, რაც აღწერა მოდიმ თავის წიგნში. საავადმყოფოში ვიწექი, დიაგნოზის დასმას ვერ ახერხებდნენ. ექიმმა ჯეიმსმა დაბლა გამაგზავნა რენტგენოლოგთან. ვეძლის სურათი იყო საჭირო, რომ გაერკვიათ რა მჭირდა. თავიდან შემამოწმეს იმ პრეპარატზე, რაც ჩემში უნდა შეეყვანათ, რადგან ბევრ წამალზე ალერგიული ვარ. რეაქცია არ მქონდა, ამიტომაც წამლის შეყვანა დაიწყეს. თუმცა როცა ის შეიყვანეს, მე გული გამიჩერდა. მე მესმოდა რენტგენოლოგი როგორ მიუახლოვდა ტელეფონს. ძალიან გარკვევით მესმოდა როგორ კრებდა ნომერს. მესმოდა თუ როგორ თქვა მან. ექიმო ჯეიმს, მე თქვენი პაციენტი მოვკალი, მისის მარტინი. გამოძრავებას შევეცადე, თუმცა ვერ შევძელი. სანამ ჩემს რეანიმირებას ცდილობდნენ, მესმოდა როგორ განიხილავდნენ თუ რამდენი კუბი წამალი უნდა შეეყვანათ. თუმცა ვერ უგრძნობდი, როგორ შედიოდა ნემსების სხეულში. ვერაფერს უგრძნობდი, როცა მეხებოდნენ. მსგავს გამოცდილებას ბევრი აღწერს. როდესაც ესმით თუ როგორ ამბობენ მათზე, ის მოკვდა. თუმცა რეალურად ხვდებიან, რომ ისინი არ მომკვდარან. და რატომ? რადგან ჩვენ არ ვართ ეს სხეული. კვდება მხოლოდ ეს სხეული. უпростоრად ჩვენ ვტოვებთ ამ სხეულს. თუმცა მაინც გვესმის როგორ ამბობენ ჩვენზე, რომ მოკვდა. ახლა კი განვიხილოთ რა ხდება მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ამოვდივართ ჩვენი სხეულიდან. ერთ-ერთი ქალი ასევე იხსენებს თავის გამოცდილებას. ერთი წლის წინ საავადმყოფოში გადამიყვანეს გულის შეტევით. მეორე დილით კი ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მკერდში. მე საწოლთან მდებარე რილაქს დავაჭირე, მედდის გამოსაძახებლად. ისინი მოვიდნენ და მეხმარებოდნენ. ზურგზე წოლა ცოტა მიჭირდა, ამიტომაც გადავბრუნდი და ამ მომენტში სუნთქვა შევწყვიტე. ჩემმა გულმა კი ფეთქვა შეწყვიტა. ამ მომენტში გავიგე მედდების ყვირილი. კოდი ვარდისფერი. როცა ამას ამბობდნენ, გრძნობდი, რომ საკუთარი სხეულიდან გამოვდიოდი და მიუსრიალებდი ლეიფსა და საწოლს შორის. თითქოს პირდაპირ იატაკამდე ჩავსრიალდი. შემდეგ ნელ-ნელა ზემოთასვლა დავიწყე. ზემოთ ვნახე, როგორ შემოვარდნენ პალატაში სხვა მედდები. დაახლოებით 10-ნი იქნებოდნენ. მათ ჩემს ექიმს დაუძახეს. დავინახე, როგორ შემოვიდა პალატაში. ვიფიქრე, საინტერესოა რა საკეთებს აქ. კიდევ უფრო მაღლა ავიწიე ჭახთან ახლოს. მე მას გვერდიდან ვხედავდი, ძალიან მკაფიოდ. შემდეგ კი შევწყვიტე მოძრაობა და ქვემოთ ვიყურებოდი. თავს ისევ გრძნობდი, თითქოს ქაღალდის ფურცელი ვიყავი, რომელიც ჭერში აფრინდა პატარა ნიავის გამო. ზემოდან ვიყურებდი, როგორც ცდილობდნენ ისინი სიცოცხლე დაებრუნებინათ ჩემთვის. ჩემი სხეული საწოლზე იყო გაწოლილი. კარგად ვხედავდი მას. ისინი კი მის გარშემო მოიდგნენ. მესმოდა როგორ თქვა ერთმა მედდამ: "ო ღმერთო, ის მოკვდა." მეორე კი ჩემსკენ დაიხარა, ხელოვნური სუნთქვის გასაკეთებლად. მე ამ დროს მის კეფას ვხედავდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ გამოიყურებოდა მისი მოკლედ შეჭრილი თმები. იმ მომენტში დავინახე, როგორ მოაგორებდნენ აპარატს პალატაში. მათ მკერდზე ის რაღაცეები დამადეს და დენი გაატარეს. დავინახე, როგორ აისრულა ზემოთ ჩემი სხეული და თითქოს ყველა მისი ძვალი დაიფშუნა. ისეთი საშინელება იყო. ზემოდან ვხედავდი, როგორ მიზედნენ ხელებსა და ფეხებს და ვფიქრობდი, რა საჭიროა ასეთი დაძაბულობა. მე ხომ ასე კარგად ვგრძნობ თავს. როგორც ვხედავთ, პიროვნებამ არსებობა არ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ეს სხეული დატოვა. პირიქით, ის უყურებდა ძალიან მშვიდად მედდებს და ექიმს პალატაში, რომლებიც აფორიაქებულები იყვნენ, რათა ის გადაერჩინათ, რათა ის სხეულში დაებრუნებინათ, ანუ გაეცოცხლებინათ. როგორც ხედავთ, პიროვნებამ ამ ფიზიკური უხეში სხეულის გარეშეც ახერხებს მოსმენას, ხედვას, გადაადგილებას და ასე შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ფიზიკური სხეული. ჩვენ გვაქვს ნატიფი სხეულიც. ნატიფი სხეული, ასტრალური სხეული, მენტალური სხეული, რაც კიდე უწოდეთ. ანუ არა უხეში ფიზიკური სხეული, არამედ ნატიფი სხეული, რომელზეც გვაქვს წამოწმული ეს ფიზიკური სხეულიც. და ამ ნატიფ სხეულს აქვს თავისი გრძნობათა ორგანოები, თავისი გრძნობები, რითიც პიროვნება ახერხებს მოსმენას, ხედვას, გადაადგილებას. ჩვენი ჭკუა უკვე ნატიფისფეროა და ზუსტად ჭკუისგან შედგება ნატიფი სხეული. და არა მხოლოდ ჭკუისგან, ჩვენ ვნახავთ რისგან შედგება ის ასევე. მაგრამ ჭკუას რომ დავუკვირდეთ, მას შეუძლია მოგზაურობა მთელ სამყაროში, ნებისმიერ რამეზე ფიქრი. და ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ტვინის მოქმედება.
როდესაც ექიმები აკვირდებიან, ადამიანი როდესაც რამეზე ფიქრობს, ბოლომდე ვერ ესმით რაზე ფიქრობს ზუსტად, რადგან ტვინში ეს ყველაფერი არ არის აღქმული. ძირითადი ფიქრი ხდება ნატიფ სხეულში და ტვინი არის უბრალოდ უხეში ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც ამ ფიზიკურ სხეულთან აერთებს ნატიფ სხეულს. ნატიფ სხეულში, ანუ ჭკუაში მყოფი სხვადასხვა აზრები გარკვეულ დონემდე აისახება ფიზიკურ ტვინში, მაგრამ ჩვენი ჭკუა მხოლოდ ტვინისგან არ შედგება პირიქით. ტვინი არის უბრალოდ მოწყობილობა, კონკრეტული ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულს ახასიათებს, ჩვენს ფიზიკურ სხეულს აქვს და ტვინი, რა თქმა უნდა, აკვდება ჩვენი ფიზიკური სხეულის სიკვდილთან ერთად. მაგრამ ჩვენ ვრჩებით ამის მიღმა. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც არ ვწყვეტთ არსებობას და ზუსტად ეს არის ჩვენი შინაგანი შიშის სიკვდილის, რადგან ჩვენ გვგრძნობთ, რომ მარადიულები ვართ, ჩვენ გვგრძნობთ, რომ სიკვდილთან ერთად ჩვენ არ გავქრებით, არ მოვკვდებით. ამიტომაც გვეშინია უმეტის დადგომის, როდესაც ჩვენ სხეულს მოუწევს სიკვდილი. ახლა კი მოდი ვნახოთ თუ რისგან შედგება ნატიფი, ანუ ასტრალური სხეული, მენტალური სხეული და ძალიან მარტივი იქნება იმის გაგება თუ როგორ ახერხებდა ეს პაციენტი ხედვას, მოსმენას, გადაადგილებას და ასე შემდეგ. ეს ლექსი მოყვანილია შრიმად ბჰაგავატამში. შრიმად ბჰაგავატამი კი არის ვედური ლიტერატურის, მთელი ვედური ცოდნის მწვერვალი. ნატიფი მატერიალური სხეული შედგება გონების, ჭკუის, გრძნობების, გრძნობათა ობიექტებისა და მატერიალური ბუნების მოდუსების ურთიერთქმედებათაგან. როგორც ხედავთ, ნატიფ სხეულსაც აქვს გრძნობები, გრძნობათა ობიექტები, ჭკუა ზუსტად ნატიფ სხეულს ეკუთვნის, როგორც ჩვენ აქამდე ვთქვით და ზუსტად ამიტომ ახერხებს ადამიანი ხედვას, მოსმენას და ასე შემდეგ. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ნატიფი სხეული უკვე ფიზიკური დონის, ფიზიკური რეალობის მიღმაა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვხედავთ ნატიფ სხეულში მყოფ პიროვნებებს, ისინი გვხედავენ, როგორც ეს პაციენტი ხედავდა ექიმებს, მაგრამ როგორც შემდეგ გავიგებთ სხვადასხვა მაგალითებზე, ამ ექიმებს, ადამიანებს, რომლებიც ჯერ ცოცხლები არიან, მისი არ ესმით. მას ვერ ხედავენ. რადგან ის უკვე ნატიფ სფეროში იმყოფება და ჩვენი უხეში ფიზიკური სხეულიდან მას ვეღარ ვხედავთ და ისიც ვერ გვეხება. რადგან მოქმედების დონეები, მოქმედების ველი უკვე სრულიად სხვადასხვაა. ერთი ბევრად უფრო უხეში ფიზიკური, ხოლო მეორე მოქმედების სფერო არის ნატიფი, მენტალური. მოდი ვნახოთ სხვა ადამიანის გამოცდილებაც. ახლა ვიცი, რომ მაშინ საწოლზე ვიწექი, თუმცა მე საწოლსაც ვხედავდი, ექიმსაც, რომელიც ჩემს დახმარებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდი როგორ, მაგრამ საკუთარ სხეულს ვუყურებდი, რომელიც საწოლზე იწვა. ისეთი რთული იყო საკუთარი სხეულის ყურება და იმის ნახვა თუ რა საშინელ მდგომარეობაშია ის. ანუ ადამიანი უყურებს საკუთარ სხეულს გვერდიდან და როგორც ჩანს, მისთვის საკუთარი სხეულის ყურება იყო საშინელება, რადგან რთულია შეხედო შენს თავს, შენს სხეულს გვერდიდან, რადგან ამ დროს ხედავ, რომ შენს სინამდვილეში არ ხარის ვინც გეგონა რომ იყავი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სხვა ადამიანი ასე ყვება. ღმერთო, ნამდვილად არ მეგონა თუ ასე გამოვიყურებოდი. მე საკუთარი თავი მხოლოდ ფოტოებში ან სარკეში მქონდა ნანახი, თანაც ორივე მათგანი ბრტყელია. აქ კი თავად ვხედავდი საკუთარ თავს. ნამდვილად ვხედავდი ჩემს სხეულს, სრულიად, დაახლოებით მეტრანახევრის მანძილიდან. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ საკუთარი თავი მეცნო. აქ ვხედავთ, რომ ადამიანს ეუცხოება კიდეც, როდესაც თავის სხეულს გვერდიდან უყურებს. და როგორც ამბობს, რამდენიმე წამი დაჭირდა, რომ საკუთარი სხეული უბრალოდ ეცნო. ის ამბობს საკუთარი თავი, რადგან მთელი ცხოვრება, როგორც თქვით, საჩვენი თავი, ჩვენი სხეული გგონია. და რატომ ეუცხოვა, რადგან რეალურად ჩვენი თავისთვის გვერდიდან არასდროს შეგვიხედავს. და შეუძლებელია ასე შევხედოთ, სანამ ჩვენ სხეულში ვიმყოფებით. კი, შეგვიხედავს ვიდეოებში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულ სხვა არის. სულ სხვა არის, როდესაც გვერდიდან თლიანად შენ სხეულს გვერდიდან ხედავ და ზუსტად ეს მოხდა ამ ადამიანის შემთხვევაშიც და მას ძალიან ეუცხოა თავისი სხეული, როდესაც მას გვერდიდან უყურებდა. არა თუ ეუცხოა, არამედ როგორც თვითონ ამბობს, გაუჭირდა კიდეც ცნობა, რომ ის თვითონ იყო. საინტერესოა, რომ ზოგიერთი არათუ ვერ აღიქვამს თავის სხეულს როგორც საკუთარ თავს, არამედ ძალიან ეუცხოება ის და მისგან შორს ყოფნა უნდა. არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფილიყავი, ამ რაღაცასთან, რომელიც მკვდარ სხეულს გავდა.
თუნდაც ეს თავად მევყოფილიყავი. როგორც აქამდე ვისაუბრეთ, როდესაც სიცოცხლის ნაპერწკალი სხეულს ტოვებს, სხეული სრულიად კარგავს მიმზიდველობას და აქ უკვე შემთხვევაა, როდესაც პიროვნება საკუთარ სხეულს უყურებს და საკუთარი სხეულიც კი ეუწყუება მას და უნდა რომ მისგან შორს იყოს. რატომ? რადგან ის ხედავდა რომ ის არ არის თავისი სხეული. პირიქით ის ეუწყუებოდა კიდეც. რატომ? რადგან სხეული ამ დროს სრულიად კარგავს მიმზიდველობას. ფითრდება, თეთრდება, ფერს კარგავს, სრულიად უცხო ხდება ჩვენთვის. მკვდარ მატერიად გადაიქცება უბრალოდ და უბრალოდ სხვა საგნებისგან ვეღარც კი განვასხვავებთ. ამიტომაც არ უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა და უნდოდა შორს ყოფილიყო საკუთარი სხეულიდანაც კი. ეს ძალიან კარგი შემთხვევაა, რადგან ამ დროს ადამიანი არ ეჯაჭვება თავის სხეულს ამ პროცესში. რადგან იმ შემთხვევაში თუ ვეღარ დაბრუნდება თავის სხეულში და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, ის მარტივად შეძლებს განაგრძოს თავისი გზა. ჩვენ ვთქვით, რომ ნატიფ სხეულში ცოცხალ არსებას შეუძლია მოძრაობა, ხედვა, სხვადასხვა რაღაცების გარემოს აღქმა და ასე შემდეგ. მოსმენა, საუბარიც კი უბრალოდ სხვა დონეზე ხდება ეს. მოდი განვიხილოთ პიროვნებები, რომლებიც ამას ცდილობდნენ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ანუ იმ მდგომარეობაში, როდესაც ისინი თავისი სხეულიდან ამოსულნი იყვნენ, ფაქტიურად სიკვდილის მდგომარეობაში იყვნენ. ხედავდი როგორ ახდენდნენ ჩემს რეანიმირებას. ეს ნამდვილად უცნაური იყო. მე არც ისე მაღლა ვიყავი, თითქოს რაღაც შემაღლებულზე ვიდექი, მაგრამ მათზე ძალიან მაღლა არ უყოფილვარ. უბრალოდ მათ ზემოდან ქვემოთ ვუყურებდი. მათთან საუბარს ვცდილობდი, თუმცა არავის ესმოდა ჩემი. მე არავინ მისმენდა. როგორც ხედავთ, ის საუბრებოდა ადამიანებს, მაგრამ მისი არ ესმოდათ. რადგან ფიზიკურ სხეულში მყოფი ადამიანები იშვიათად თუ ხედავენ ნატიფ სხეულში მყოფ პიროვნებებს. მოდი განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ექიმები და მედდები ჩემს სხეულს ურტყავდნენ, ცდილობდნენ ვენაში გადასხმა ჩაედგათ და ჩემთვის სიცოცხლე დაებრუნებინათ. მე კი კიდევ და კიდევ ვუმეორებდი მათ. თავი დამანებეთ. მე უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებოთ. გეყოთ ჩემი ბეგვა. თუმცა მათ ჩემი არ ესმოდათ. ამიტომაც შევეცადე მათი ხელები მომერიდებინა რომ თავი დაენებებინათ ჩემი სხეულისთვის, თუმცა არაფერი მოხდა. ვერაფერი მოვახერხე. ეს ისე იყო, სინამდვილეში არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ შემეძლო მათი ხელების გაწევა. თითქოს ვეხებოდი მათ ხელებს, ვცდილობდი მათ გაწევას, თუმცა როცა მათ ვაწვებოდი, მათი ხელები იგივე ადგილას რჩებოდა. არ ვიცი მათში გადიოდა ჩემი ხელი თუ რა ხდებოდა. მე არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდი, როცა მათი ხელების გაწევას ვცდილობდი. აქ ვხედავთ, რომ პიროვნება უკვე შეხებასაც ცდილობს, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავს, თითქოს მათ სხეულებში გადიოდა მისი ხელები. და რატომ რაც თქვით, სხვადასხვა დონეზე ხდება აქ ურთიერთქმედება, ერთი უხეშ ფიზიკურ დონეზე, მეორე კი მეტაფიზიკურ დონეზე, ანუ ნატიფ მატერიალურ დონეზე. ამგვარად შეხება ვერ მოხდება. მოდით ვნახოთ კიდევ ერთი მაგალითი. ადამიანები ყველა მხრიდან მოდიოდნენ ავარიის ადგილზე. მე ვხედავდი მათ და ვიწრო გზის შუაში ვიდექი. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოდიოდნენ, არ ეტყობოდათ, რომ მამჩნევდნენ. უბრალოდ მოდიოდნენ და წინ იყურებოდნენ. როდესაც ისინი ნამდვილად ახლოს მოვიდნენ, შევეცადე გადავსულიყავი გზიდან, მაგრამ ისინი უბრალოდ ჩემში გადიოდნენ. როგორც ხედავთ, ამ დროს ადამიანები ვერც ხედავენ, ვერც გამჩნევენ, ვერც ესმით შენი და ვერც გეხებიან. რა თქმა უნდა, ამ პიროვნებამ, რომელიც ამას ყვება, არ იცოდა, რომ ვერ გააგებინებდა მათ ვერაფერს, არ იცოდა რომ სხვადასხვა დონეებზე ხდება ამ დროს ურთიერთქმედება, ამიტომაც როდესაც ვიწრო გზის შუაში დადგა, ცდილობდა მორიდებოდა მათ. და ესენი პირდაპირ იყურებოდნენ, მოდიოდნენ და პირდაპირ იყურებოდნენ. თითქოს უნდა დაენახათ წესით ეს პიროვნება, მაგრამ ვერ დაინახეს და მასში გაიარეს. და ამ ადამიანს ძალიან გაუკვირდა ეს, აქამდე არ ქონია ეს გამოცდილება, რომ მისი არ ესმით სხვებს და ასე შემდეგ, რადგან აი ამ მდგომარეობაში არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი გავლილი ცხოვრების განმავლობაში. როგორც ხედავთ, ისინი ფიზიკურ სხეულში მყოფ ადამიანებს ვერაფერს აგებინებენ, ვერანაირად ვერ ურთიერთქმედებენ მათთან და ასე შემდეგ. თუმცა იგივე მდგომარეობაში ყოფ პიროვნებებს, ანუ ნატიფ სხეულში მყოფ პიროვნებებს, ახალგაზრდაცვლილ პიროვნებებს შეუძლიათ ეკონტაქტონ.
მათთან ურთიერთქმედება უკვე შესაძლებელია, რადგან იგივე დონეზე ხდება ამ დროს ურთიერთობა. და მოდი ვნახოთ ასეთი მაგალითი. ადამიანს ახალი გარდაცვლილი ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ერქვა ბობი და ისე მოუწია, რომ თვითონაც კლინიკური სიკვდილი განიცადა და მან დაინახა თავისი მეგობარი. რამდენიმე კვირით ადრე, სანამ თითქმის მოკვდი, ჩემი კარგი მეგობარი ბობი გარდაიცვალა. როდესაც საკუთარი სხეულიდან ამოფრინდი, გრძნობდი თითქოს ბობი ჩემს გვერდით იდგა. მე მას ჩემი შინაგანი ხედვით ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ ის აქ არის, თუმცა ეს უცნაური იყო. მე არ ვხედავდი მას მის ფიზიკურ სხეულში. მე მას ძალიან ნათლად ვხედავდი. ის იქ იყო, მაგრამ ფიზიკური სხეული არ ჰქონდა. ეს რაღაც გამჭვირვალე სხეულს გავდა და მე ყოველი მისი ნაწილის შეგრძნება შემეძლო. ხელების, ფეხების და ასე შემდეგ. მაგრამ მას ფიზიკურად არ ვხედავდი. იმ დროს არ მიფიქრია, რომ ეს უცნაურია, რადგან არც მჭირდებოდა ის თვალებით დამენახა. თვალები მაინც არ მქონდა. მე ვეკითხებოდი მას: ბობ, სად მოხვდები ახლა? რა მოხდა? მოკვდი თუ არა? ის არ პასუხობდა, არაფერს ამბობდა. თუმცა ხშირად, სანამ საავადმყოფოში ვიყავი, ის იქ ჩემთან იყო და მე კიდევ და კიდევ ვეკითხებოდი მას: რა ხდება? თუმცა ის არასდროს პასუხობდა. ხოლო როდესაც ექიმებმა თქვეს ჩემზე ის გადარჩება, ბობი წავიდა. მეტჯერ ის აღარ მინახავს და არ მიგრძნია მისი თანამყოფობა. თითქოს ელოდებოდა, როდის გადავლახავდი ბოლო ზღვარს, დეტალურად რომ მოეყოლა ყველაფერი იმის შესახებ, თუ რა ხდება. როგორც ხედავთ, როდესაც უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო ეს ადამიანი, მან დაინახა თავისი მეგობარი, ახალი გარდაცვლილი მეგობარი, ბობი, რომელიც მას არაფერს პასუხობდა, რადგან როგორც ის ამბობს, ელოდებოდა, მოკვდებოდა ის საბოლოო ჯამში თუ დაუბრუნდებოდა თავის ცხოვრებას იმავე სხეულში. ის ამბობს, რომ მე თვალები არ მქონდა, თუმცა რეალურად ჰქონდა ნატიფ სხეულს, რეალურად აქვს თვალები და იმ თვალებით ხედავენ ეს პიროვნებები. ანუ ჩვენ გვაქვს უხეში თვალები აქვს ჩვენს ფიზიკურ სხეულს და ნატიფ სხეულს აქვს ნატიფი გრძნობათა ორგანოები, რომელზეც რეალურად წარმოეცმება ეს უხეში ფიზიკური სხეული. მსგავსი შემთხვევები უამრავია, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს უბრალოდ ჩვენ ერთ-ერთ წიგნს შევეხეთ, რეიმონდ მუდის წიგნს, თუმცა ბევრი წიგნი ამ თემაზე დაწერილი, ბევრი კვლევებია ჩატარებული და ასე შემდეგ, ბევრი ადამიანის მაგალითია აღწერილი. აღწერილია მომენტები, როდესაც ადამიანები გამოდიან სხეულიდან, შემდეგ აკვირდებიან თავიანთ ოპერაციას, შემდეგ როდესაც უკან ბრუნდებიან, ახსოვთ ეს ყველაფერი და რეალურად გათიშულები კომაში იყვნენ და ექიმები ამბობდნენ, რომ ვერანაირად ვერ შეძლებდა ეს ადამიანი ამ ყველაფრის დანახვას. თუმცა ის დეტალურად უყვებოდა ხოლმე მთელ გავლილ ოპერაციას, რადგან ამოსული იყო ამ დროს თავისი ფიზიკური სხეულიდან და გვერდიდან უყურებდა. სხვათა შორის, მუდის წიგნის შემდეგ ბევრმა პიროვნებამ დაიწყო ამის კვლევა, ბევრმა მეცნიერმა, რადგან არ სჯეროდათ და ისინიც იგივე დასკვნამდე მიდიოდნენ. ერთი მკვლევარი, რომელიც ასევე იკვლევდა მსგავს ფაქტებს და როდესაც შეეჩეხა ისეთ ფაქტს, როდესაც ადამიანი უზუსტესად აღწერდა მიმდინარე ოპერაციას, რომელიც მას გაუკეთეს და ამ დროს ის კომაში იყო სრულიად გათიშული და ვერანაირად ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის ხილვას, ამგვარი ექსპერიმენტიც ჩაატარა. მან შეკრიბა ადამიანები, რომლებმაც იგივე ოპერაციები გაიარეს და სთხოვა აღწერა მათ მიერ გავლილი ოპერაციებისა. ზოგიერთი მათგანი სამედიცინო სტუდენტებიც იყვნენ, იცოდნენ რა როგორ კეთდებოდა, მაგრამ იგივენაირი სიზუსტით ვერც ერთმა ვერ შეძლო მათი ოპერაციის აღწერა. ისინი უშვებდნენ გარკვეულ შეცდომებს, ბევრ შეცდომებს ამ აღწერაში, ხოლო პიროვნება, რომელიც გამოდიოდა სხეულიდან და ისე აკვირდებოდა თავის ოპერაციას, ყველაფერს ზუსტად ეუბნებოდა მათ. მათ შორის იმასაც თუ რა გადაულაპარაკეს ექიმებმა, ვინ სად შემოვიდა, გავიდა და ასე შემდეგ. ჩვენს წიგნს რომ დაუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო მომენტია, რასაც ასევე მინდა შევეხო ამ ვიდეოს ბოლოს, ეს არის სინათლის არსებასთან შეხვედრა. როდესაც პიროვნებები სხეულიდან ამოსვლისას ხვდებიან კაშკაშა სინათლის არსებას, როგორც ისინი ამას უწოდებენ. და ის ასხივებს უდიდეს სინათლეს, როგორც ყვებიან, თუმცა ეს სინათლე მათ თვალებს არ სდგენთ. მისგან გრძნობენ ძალიან დიდ სიყვარულს, სითბოს, მზრუნველობას და იმდენად დიდ სიყვარულს გრძნობენ, რომ ისინი ადარებენ, ქრისტიანი პიროვნება ადარებდა მას ქრისტეს,
ყველა სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი პიროვნებები ადარებდნენ ღმერთს, რომელსაც ეთაყვანებიან, რადგან უანგარო, ძალიან დიდ უანგარო სულიერ სიყვარულს გრძნობდნენ მისგან, სიყვარულს, რომელიც დედამიწაზე მათ არ უგრძნიათ. და მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა ამ შეხვედრების შემდეგ. ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გაიარეს, იგივენაირად ვეღარ აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან მათ სრულიად სხვა გამოცდილება მიიღეს. მათ დაინახეს, რომ რეალურად ეს სხეულები არ არიან. მათ დაინახეს, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ სიკვდილი, ამ სხეულის დატოვება. ჩვენ ეს თეორიულად ვიცით და არც გვჯერა, არც გვიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ მათ რეალურად გამოსცადეს. და ამიტომაც მათი ცხოვრება სრულიად იცვლება. მაგრამ საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი გავლენა მათ ცხოვრებაში მოახდინა ზუსტად სინათლის არსებამ. ადამიანები, რომლებიც მას შეხვდნენ, მათი ცხოვრება სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. ასევე საინტერესოა, რომ სინათლის არსებასთან საუბარი ხდება მენტალურ დონეზე. ანუ იქ არ ხდება სიტყვიერი საუბარი, იქ არ ვაღებ პირს და არ საუბრობ, იქ ფიქრების დონეზე ხდება საუბარი. როგორც ჩვენ თქვით, ნატიფი სხეული არის მენტალურ დონეზე, ანუ ჭკუისებური დონეზე, სადაც არ არის აუცილებელი პირის გაღება და წარმოთქმა სიტყვების. იქ ფიქრებითაც შეგვიძლია ერთმანეთს, ანუ ტელეპათიას რასაც უწოდებთ, ერთმანეთს გავაგებინოთ რაღაცები. ამიტომაც სინათლის არსება მათ მენტალურად ესაუბრებოდა ფიქრის საშუალებით და ესენიც ამგვარად პასუხობდნენ. და საინტერესოა, რომ ნატიფ სხეულში მყოფ ადამიანებს, მყოფ პიროვნებებს ესმით სხვა ადამიანების ფიქრებიც. ანუ თქვენს გარშემო თუ არის პიროვნება ნატიფ სხეულში, მას შეუძლია თქვენი ფიქრების გაგება, რადგან ის სრულიად სხვა დონეზე იმყოფება. მოდი ვნახოთ ამის მაგალითი, როგორ ესმოდა სხვა ადამიანების ფიქრები კონკრეტულ პიროვნებას და შემდეგ უკვე განვიხილოთ სინათლის არსებასთან შეხვედრის გამოცდილებები. თითქოს მე ვიცოდი, რას ფიქრობდნენ ისინი. ზუსტად ვიცოდი მათი აზრები. მე მათ აზრებს იქამდე ვიჭერდი, სანამ პირს გააღებდნენ. ასე აღწერს ერთ-ერთი მათგანი თავის გამოცდილებას, როდესაც გვერდიდან უყურებდა მათ ნატიფ სხეულში, მას ესმოდა მათი ფიქრები და როგორც ამბობს, სანამ პირს გააღებდა ადამიანი უკვე იცოდა, რას იტყოდა, რადგან იქ კონტაქტი ხდება მენტალურ დონეზე და ამ დროს გესმის ფიზიკურ სხეულში მყოფი ადამიანების ფიქრები, ასევე სხვა ნატიფ სხეულში მყოფი, ასტრალურ სხეულში მყოფი პიროვნებების ფიქრები და ასე შემდეგ. სინათლის არსებასთან კონტაქტი ზუსტად იგივენაირად ხდებოდა, არა უხეში საუბრის საშუალებით, არამედ ფიქრების დონეზე. საინტერესოა, რომ სინათლის არსება უსვამდა მათ ასეთ შეკითხვებს. რა გაქვს ისეთი გაკეთებული ცხოვრებაში, რაც შეგიძლია მათ ჩვენო? ეს ამად ღირდა? სათხარ სიკვდილისთვის და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ის არ უსვამდა ამ შეკითხვებს განსჯის მიზნით, არამედ დიდი სიყვარულით, დიდი ზრუნველობით, დიდი უანგარო სიყვარულით უსვამდა მათ ამ შეკითხვებს. იმიზნით, რომ მათ გადაეხიდათ საკუთარი გავლილი ცხოვრებისთვის, რაღაცები გაიაზრებინათ, შეეცვალათ. ეს სიტყვები მათში ძალიან ღრმად აღწევდა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: ის ულამაზესი იყო, ისეთი ნათელი, კაშკაშა, თუმცა თვალები არ მტკიოდა. ის არ ჰგავდა სხვა სინათლეებს, რომლებსაც დედამიწაზე ვხვდებით. სინამდვილეში ვერ ვხედავდი ამ სინათლეში ადამიანს, თუმცა მას განსაკუთრებული პიროვნება ჰქონდა. ეს ნამდვილად ასეა. ეს იყო იდეალური გაგებისა და სრულყოფილი სიყვარულის სინათლე. ჩანდა თითქოს ის თავისი სინათლით ყველაფერს ავსებდა, თუმცა ეს არ მიშლიდა ხელს იმაში, რომ ყველაფერი დამენახა, რაც ჩემს გარშემოა. მე ყველაფერს ნათლად ვხედავდი. სინათლე არ მაბრმავებდა. თავიდან ვერ ხვდებოდი თუ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მან შეკითხვა და მისვა: მზად ვიყავი თუ არა სიკვდილისთვის? თითქოს სხვა ადამიანს ვესაუბრებოდი, თუმცა ადამიანი იქ არ იყო. მე სინათლე მესაუბრებოდა, თითქოს ხმით. ახლა ვფიქრობ, რომ ის ხმა, რომელიც მესაუბრებოდა, სინამდვილეში მიხვდა, რომ მზად არ ვიყავი სიკვდილისთვის. ეს თითქოს ჩემი გამოცდა იყო. იმ მომენტიდან, რაც ამ სინათლემ დამელაპარაკა, თავს მშვენივრად გვგრძნობ. ვიცოდი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი. გვგრძნობდი, რომ ვიღაცას ვუყვარვარ. სიყვარული, რომელიც ამ სინათლიდან გამომდინარეობდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მას ვერ აღწერ. მასთან ისეთი მაგარი იყო და მას იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ეს ზუსტად ვიცი. ადამიანებმა იმხელა სიყვარული იგრძნეს ამ სინათლის არსებასთან ურთიერთობისას, რომ როდესაც ბრუნდებოდნენ იგივენაირად ვეღარ აგრძელებდნენ ცხოვრებას.
როდესაც დავბრუნდი, მთელი კვირა ვტიროდი იმის გამო, რომ ამ სამყაროში ცხოვრება მომიწევს მას შემდეგ, რაც ის სინათლე ვნახე. მე არ მინდოდა დაბრუნება. ადამიანმა უბრალოდ იმხელა სიყვარული იგრძნო ამ სინათლის არსებისგან, რომ ამ სამყაროში არ უბრძუნია არასდროს მსგავსი სიყვარული. შესაბამისად აქ დაბრუნება აღარ უნდოდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩვენ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში ყოველ ცოცხალ არსებას სურს ერთი რამ, სიყვარული. ერთ-ერთი ადამიანი ყვება ასევე, თუ რა იგრძნო მან მასთან შეხვედრისას. მან იგრძნო, რომ არსებამ ჰკითხა, შეეძლო ისევე ყვარებოდა სხვები, როგორც მას უყვარს. ახლა მან იცის, რომ მისი მისია ცხოვრებაში არის ის, რომ შეეცადოს ისწავლოს ისევე უყვარდეს სხვები. ბოლო რაც სინათლემ მითხრა, სანამ სხეულში დავბრუნდებოდი, იყო ის, რომ ის დაბრუნდებოდა. ის მეუბნებოდა, რომ ამჯერად ცხოვრებას გავაგრძელებ, თუმცა დადგება დრო, როცა ის კიდევ შემხვდება და მაშინ ნამდვილად მოვკვდები. ამიტომაც ვიცი, რომ სინათლე ან ხმა დაბრუნდება, თუმცა არ ვიცი როდის. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამჯერად უკეთესი იქნება, რადგან ვიცი რას ველოდო და ასეთივე დაბნეული არ ვიქნები. თუმცა არ ვთვლი, რომ მალე მინდა იქ მოხვედრა. მინდა აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ გავაკეთო. როგორც ხედავთ, ადამიანები ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობენ ამ სინათლის არსებისგან და როდესაც ისინი ბრუნდებიან, სრულიად ეცვლებათ მათ ცხოვრებაზე წარმოდგენა. მათი ცხოვრება უბრალოდ სრულიად იცვლება. ერთ-ერთი ადამიანი ყვებოდა, რომ აქამდე სულ სხეულზე იყო ჩაციკლული, სულ თავისი სხეულის მოვლაზე, ხოლო ამ გამოცდილების შემდეგ მიხვდა, რომ მთავარია ჩვენი ცნობიერება, ანუ ჩვენი სული, რომელიც მარადიულია, რომელიც არ კვდება ამ სხეულთან ერთად. რადგან თუ წარმავალზე გავაკეთებთ აქცენტს და ის იქნება ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მას დავკარგავთ. ჩვენ რაღაც მომენტში ყველაფერს დავკარგავთ. სინამდვილეში არ შეცდნენ ეს ადამიანები და ეს სინათლის არსება იყო თავად ღმერთი, რომელიც ზოგიერთ მათგანს შეხვდა სიკვდილის მომენტში და მისგან იმხელა სიყვარული იგრძნეს, რომ ეჭვიც არ შეპარუიათ, რომ ის თავად ღმერთი იყო. მათ უანგარო სიყვარული იგრძნეს მისგან და მისი გზავნილი ზუსტად ის იყო, რომ ერთმანეთი ისევე ყვარებოდათ მათ, როგორც მას უყვარს ისინი. საინტერესოა, როგორ ხსნის ამ მომენტს ვედური ფილოსოფია. ვედური ფილოსოფიის მიხედვით, ღმერთი ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება, პარამატმას, ანუ ზესულის სახით. ის ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება, განიცდის იმას, რასაც ეს ადამიანები განიცდიან, ეს ცოცხალი არსებები განიცდიან, ეხმარება მათ. სინდისი, ინტუიციის გრძნობა ზუსტად მისგან მოდის. ის მიმართავს ადამიანს და მას უანგაროდ უყვარს ყოველი ცოცხალი არსება. წარმოიდგინეთ, იმდენად უანგაროდ უყვარს, რომ მზად არის მათთან ერთად, მათ გულში იყოს მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანები ასევე აღწერდნენ, რომ სინათლის არსება მთელ მათ ცხოვრებას ფილმივით უტრიალებდა და ეუბნებოდა, რამდენად კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს 3D ფილმს უყურებდნენ, ოღონდ თავიანთი ცხოვრების. მაგრამ ეს ჩვენება არ იყო იმ მიზნით, რომ ისინი დაეშინებინა ან დაედანაშაულებინა. ეს იმისთვის იყო, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ თავიანთ გავლით ცხოვრებაზე და გადაეაზრებინათ, რა უნდა შეეცვალათ მათ ცხოვრებაში, რომ მათ ცხოვრებას აზრი გასჩენოდა. იმის გამო, რომ პარამატმა, ანუ ზესული, ღმერთი ჩვენს გულებში, მუდმივად ჩვენთან არის, რა თქმა უნდა, მან ყველაზე კარგად იცის მთელი ჩვენი ცხოვრება და შესაბამისად წარუდგინა სიკვდილის მომენტში ამ ადამიანებს მთელი თავიანთი ცხოვრება ფილმივით, კადრების სახით. როგორც ხედავთ, ის ადამიანებს ეუბნებოდა, რომ სხვები ყვარებოდათ ისევე, როგორც თავად უყვარს. სიყვარული გაეცათ, სხვებს დახმარებოდნენ. ის ეუბნებოდა ასევე, რომ ცოდნისკენ სწრაფა მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ცოდნისკენ, რა თქმა უნდა, რომელიც სცდება მხოლოდ ამ მატერიალური, ფიზიკური სამყაროს ფარგლებს. რადგან ადამიანმა საბოლოო ჯამში უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ეს სხეული. ეს სხეული ადრე თუ გვიან მოკვდება და გაქრება. ფერფლად იქცევა, მიწად იქცევა, რაც გინათ დაარქვით. გაქრება უბრალოდ. მაგრამ ჩვენ არა. ჩვენ არ გავქრებით.
შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც სხეული. ჩვენ უნდა აღვქვამთ, რომ ეს სხეული დროებითია, ახლა გვაქვს და გავცეთ სიყვარული. რადგან სიყვარული არის მარადიული. შრიმად ბჰაგავატამში ასევე მოყვანილია ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, რა დროსაც ადამიანმა საკუთარი სხეული სხვების სასიკეთოდ გაიღო კიდეც. ისტორია ისე ვითარდება, რომ სჭირდებოდათ მისი სხეულის ძვლებისგან იარაღის დამზადება, რომელსაც უნდა მოეკლა ერთ-ერთი დემონი. ამ ბრძენმა ადამიანმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა და დატოვა თავისი ნებით, თავისი სხეული. ჩვენი ნებით უმეტეს შემთხვევაში არ ვტოვებთ სხეულს, პირიქით ეს სხეული გვტოვებს და ჩვენ ვებღაუჭებით მას სიკვდილის მომენტში. თუმცა ამ ბრძენმა ადამიანმა თავისი ნებით გაიღო თავისი სხეულიც კი სხვებისთვის და ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება და გააზრება უმაღლესად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ეს სხეული. ბოლოსთვის დაგიტოვებთ ზუსტად ამ ადამიანის სიტყვებს შრიმად ბჰაგავატამიდან. ამ ჩემს სხეულს, რომელიც სიკვდილის შემდეგ ძაღლებისა და ტურების ლუკმად უნდა იქცეს, სინამდვილეში არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩემთვის, მარადიული სულისთვის. მისი არსება ფრიად ხანმოკლეა და შეიძლება ნებისმიერ წამს მოისპოს. ამიტომ თავად სხეული და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, საკუთრება, სიმდიდრე თუ ნათესავები, სხვებისთვის სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ არა და ისინი უბედურებისა და ტანჯვის წყაროდ იქცევიან. აქ განმარტებად საჭიროა ვფიქრობ, რა თქმა უნდა ჩვენ სხეულს მოაქვს სიკეთე ჩვენთვის, ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ მას იმდენად მოაქვს სიკეთე, რამდენადაც ჩვენ ვიყენებთ მას ჩვენთვის, რეალურად ჩვენ ვიცვართ, ანუ მარადიული სულისთვის. და არა მხოლოდ სხეულებისთვის, არა მხოლოდ წარმავალისთვის, რადგან თუ წარმავალს მიუძღვნით ამ სხეულის ქმედებებს, ის ყველაფერი გაქრება. ჩვენი მიზნები, საქმიანობები, სახლი, მანქანა, ყველაფერი ქრება, როდესაც ამ სხეულს ვტოვებთ. ამიტომაც არის ნათქვამი, არ მოაქვს სიკეთე ჩემთვის მარადიული სულისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა ის სიკეთეს მოგვიტანს, როდესაც ჩვენ შევეცდებით მარადილობა შევისწავლოთ.